ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდასა და ფინანსურ გაძლიერებაზე იმსჯელეს ქობულეთში. გარუს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერები და გამგებლები ესწრებოდნენ. იმსჯელეს რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების განახლებაზე. მუნიციპალიტეტებმა შეიძინეს უფრო მეტი ამოუკიდებლობა, ისინი უფრო და უფრო ვითარდებიან, ჩვენ ვაკვირდებით ეს პროგრესი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულეები არსებობს, მუდმივად მიმდინარეობს, უფრო მეტი საკითხის გააწყვეტა უწევთ მათ უშუალოდ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი უნდა აისახოს შესაბამისად მართვის სისტემაში. 2017 წლიდან უკვე დაიწყება რიგი სამსახურების უკვე გადმოცემა ეტაპობრივად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე. ეს მოხდება რა თქმა უნდა ნელ-ნელა, აკვირვებით და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს. იმიტომ რომ მოგეხსენება თითქმის არავითარი მექანიზმი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ გააჩნია. ძალზე მნიშვნელოვანი არის ასეთი თვითმმართველობების გაძლიერება, ესე ვთქვათ. თუ არ იქნება ადგილზე თვითმმართველობა ძლიერი, ქვეყანა არ იქნება ძლიერი.